მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია მედიცინის დოქტორი, ექიმი ენდოკრინოლოგი გალბატონი თამუნა კუპრაიშვილი. მოგესალმებით თამუნა და მადლობას მოგახსენებთ მომბრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ჩვენ სტუდიაში მობრძანება. ჩემთვისაც. იმიტომ რომ არაჩვეულებრივი პროფესიონალი ხართ და თან ეს ისეთი სფეროა, რომელიც იყო დრო და მე მახსოვს ეს დრო, რომ ეს ჯუნგლებად და ტყეთ ითვლებოდა ენდოკრინოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სხვა მედიცინის დარგები კარგად იყო განვითარებული მეტნაკლებად, აქ იყო ძალიან ბევრი გაურკვევლობა. და იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, ღერძი, თურმე აღმოჩნდა ეს ენდოკრინული სისტემა, ჰუმორალური სისტემა. და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ეხება თმიანობას, თმას ზოგადად. და საერთოდ როგორც ფსიქოლოგი, თმა არაფერი ჩვენ არ გვაქვს ისეთი, რაც არ გვჭირდება. არც წამწამი, არც წარბი, არც თმა, არც ემოცია, საერთოდ არც ერთი ნაქვთი. და რა თქმა უნდა, ამას აქვს დაფარვის და მფარველობითი ფუნქცია პირველ რიგში. ცნობილია, რომ როდესაც იწყება თმაზე პრობლემები და თმის ცვენა, ან თქვათ მისი გახუნება, გაუხეშება, მექანიკურის გარდა აქ არის ხოლმე ფსიქოლოგიური ფაქტორი. კერძოდ თმა თურმე იმახსოვრებს, რომ მაგალითად ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეიძლება ერთ თვეში აღარ იყოს სისხლში და კვალი ვერ იპოვოს, წლები და ათეულობით წლები რჩება თმაში მისი კვალი. აქედან გამომდინარე, ხშირად ადამიანს აქვს ხოლმე, რომ როდესაც უჭირს ან კრიზისულ სიტუაციაშია, უნდა რომ გამოვიდეს კრიზისიდან და ხშირად ვარცხნილობას იცვლის, თმას იჭრის, თითქოს ზოგჯერ გადაიპარსავს კიდევაც, რომ რაც შეიძლება განთავისუფლდეს ამ შინაარსებისგან. და აქედან გამომდინარე, ის ზოგადად ძალიან საინტერესო რამ არის, მაგრამ შემაწუხებელია, როგორც მისი ცვენა და გამელოტება, ასევე შემაწუხებელია, რა თქმა უნდა, ჭარბთმიანობა. მაშ ასე, მოდით დავიწყოთ ჭარბთმიანობაზე საუბარი, რა არის ეს და რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი სამედიცინო თვალსაზრისით. როდესაც საუბრობთ ჭარბთმიანობაზე, ალბათ პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ორი ტერმინი, ეს არის ჰიპერტრიქოზი და ჰირსუტიზმი. ჰიპერტრიქოზი ეს არის ჭარბი თმის გენერალიზებული ზრდა, რომელიც ხდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. არის მემკვიდრეობითი ან ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოქმედების შედეგი, ძირითადად ხდება წინა მხარსა და წვივზე. არ არის დამოკიდებული სისხლში სასქესო ჰორმონების დონეზე. რაც შეეხება ჰირსუტიზმს, ეს არის ჭარბთმიანობა ქალებში, ეს არის მამაკაცური ტიპის ჭარბი ტერმინალური თმიანობა. ასეთი არის განმარტება, ტერმინალური თმა, ეს არის მუქი ფერის უხეში თმა. და მისი განვითარება დამოკიდებულია სისხლში აბსოლუტურად სასქესო ჰორმონების არსებობაზე. ძირითადად ჰირსუტიზმი, ანუ ჭარბთმიანობა ქალებში გამოწვეულია ჰიპერანდროგენიით, ანუ სისხლში ანდროგენების მომატებული დონით. ეს ხდება ყველაზე ხშირად პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს. უბრალოდ ვიხმარ უკვე სხვა ტერმინს, იმიტომ რომ პოლიცისტურ საკვერცხის სინდრომი შეეცვალა სახელი და ახლა ქვია პოლიმეტაბოლური ენდოკრინული სინდრომი. 80%-ში ჭარბთმიანობის შემთხვევაში, როცა გვაქვს ჰიპერანდროგენია, ეს გამოწვეულია ხოლმე სწორედ პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომით. 4.2%-ში გვაქვს თირკმელზე დაჯირკვლის პათოლოგიები და 0.%-ში გვაქვს ხოლმე ანდროგენ მასაკრეტირებელი სიმსივნეები. ჭარბთმიანობაზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი, ეს არის ენდოკრინული დაავადების, ხშირად ენდოკრინული დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება. ხშირად ის არის სიმსუქნესთან ერთად, ინსულინ რეზისტენტობასთან ერთად, თან ახლავს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, დისლიპიდემია, იზრდება გულსის ძაღლთა რისკები, ონკოლოგიური რისკები, მნიშვნელოვნად ირღვევა ფსიქოლოგიური სტატუსი, იმიტომ რომ
ჭარბთმიანობა მნიშვნელოვან ტრამვას აყენებს ქალბატონს და მას აქვს მნიშვნელოვანი შედეგები კულტურული, ფსიქოლოგიური, ჯანმრთელობის მხრივაც გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ ჭარბთმიანობასთან ბრძოლის დროს აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, ძალიან ხშირად შემოიფარგლებიან მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურებით. რა თქმა უნდა, კოსმეტიკური პროცედურები აუცილებელია, რომ ამ შემაწუხებელი ესთეტიკური პრობლემისგან გამთავისუფლდეთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი დაავადების მკურნალობა, თუნდაც იმისთვის, რომ ეს კოსმეტიკური პროცედურები იყოს ეფექტური. იცით, აი ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ახალშობილი ბავშვი იბადება ძალიან თმიანი და შემდგომში გაცვივდება. და მეორე ტალღა თმიანობის იწყება გარდატეხის ასაკში. აი რასთან არის ხოლმე დაკავშირებული? აი ამ სხვადასხვა გარდატეხის ასაკში არა მარტო თმა, არამედ სუნი შეიძლება კანზე, იგივე აკნე წამოვიდეს, იგივე შეიძლება თქოთ გათმიანება, გასუქებაც, ეს ყველაფერი ერთად იყოს ან ცალ-ცალკეც. ამას აქვს ზუსტად ასევე ფსიქოლოგიური მდგენელი, ფსიქოგენური, მაგრამ აი რა არის ხოლმე ამისი მიზეზი? ან თავიდან რომ არის და გაცვივდებათ და ან მერე, როდესაც გარდატეხის ასაკში მოდის. გარდატეხის ასაკში სქესობრივ მომწიფებასთან არის სასქესო ჰორმონების დონე იმატებს და ძირითადად ანუ ეს როდესაც საუბრობდით, რომ ძირითადად არის ხოლმე პოლიენდოკრინული მეტაბოლური სინდრომი, მისი დიაგნოსტირება ზუსტად ხდება ამ ასაკში 15-დან 25 წლამდე ასაკში. რა თქმა უნდა, სასქესო ჰორმონების დონის მომატებასთან არის დაკავშირებული. აქვე მინდა ვთქვათ თამუნა ალბათ, რომ მაყურებლისთვის რო გასაგები იყოს, ჩვენ მატარებლები ვართ ორივე სქესის ჰორმონის. დიახ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ რომ ესეც არის სწორედ ადამიანის ერთი წარმომავლობის, ჩვენ ვიცით ეს ფუნდამენტში, რომ ადამიანი არის ადამიანი, კაცი იქნება თუ ქალი, ეს მათ ერთი პირდაპირ ის წინაპარი ყავთ უბრალოდ. და აი ეს ორივე რომ არის მასში, ეს ბალანსი და დისბალანსი რაზეა ხოლმე დამოკიდებული. როგორ ხდება, რომ თქვა აი იგივე გოგონების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სწორედ ეს უხეში შავი თმა, ან კიდევ რომელიმე მხრივი, მარჯვენა ან მარცხენა მხრივი, მარჯვენა მხარეს უფრო მეტი ქონდეს ან მარცხენაზე ხშირად ამბობენ, რომ საკვერცხესთან არის დაკავშირებული, რომელი მხარეც არის, მაგრამ აი ეს ბიჭებშიც შეიძლება იყოს, ან საერთოდ თმა არ მოდის და ეს იწვევს ზოგი იპარსავს კანს, რომ წამოუვიდეს, იმიტომ რომ უნდა რომ ქონდეს, ან ზოგჯერ პირიქით არის გეგონება რომ რაღაცა აცვია ტანსაცმელი, იმდენად გათმიანება. და ეს არის ის მეორე ტიპის გათმიანება თუ რას გულისხმობს ეს? ქალებსაც და მამაკაცებსაც, რა თქმა უნდა, ნორმალურად გვაქვს როგორც ქალის სასქესო ჰორმონები, ასევე მამაკაცის სასქესო ჰორმონები. უბრალოდ აქ საუბარია პათოლოგიურ გათმიანებაზე იმ შემთხვევაში, როცა ანდროგენების დონე იმატებს სისხლში. რასთან არის ანდროგენების დონის მატება კავშირში? ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს თეორიები, რასთან არის კავშირში. ზოგადად ჰირსუტიზმი, სხვა მაგალითად რო შევადარო ჩაქრიან დიაბეტს, ბევრად უფრო ნაკლებად შესწავლილია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კვლევა ტარდება, ძალიან ბევრი შეკითხვა რჩება ჯერ კიდევ ამასთან დაკავშირებით. რატო ვითარდება, რო ვისაუბროთ, ყველაზე ხშირი მიზეზი, ესე იგი არის მიზეზი კი არა, სიმპტომია პრაქტიკულად პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომის, თირკმელზე და ჯირკვლის ქერქისთან დაყოლილი ჰიპერპლაზიის და სიმსივნეების. რატო ხდება ხო ამ შემთხვევაში ანდროგენების ჭარბი პროდუქცია? პოლიენდოკრინულ მეტაბოლურ საკვერცხის სინდრომთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე თეორია. ერთი ეს არის გამშვები მექანიზმი, აქ შეიძლება იყოს ინსულინ რეზისტენტობა. ინსულინ რეზისტენტობა იწვევს იმას, რომ ინსულინი გვაქვს ჭარბად ორგანიზმში, ჭარბი ინსულინი იწვევს სასქესო ჰორმონის შემბოჭველი გლობულინის დონის დაქვეითებას. ნუ ახლა რომ ავხსნათ რა შუაშია სასქესო ჰორმონის შემბოჭველი გლობულინი. ჩვენ გვაქვს ანდროგენები ან თავისუფალი სახით, ან ცილასთან
დაკავშირებული სახით. ტესტოსტერონი მხოლოდ 1%-ია თავისუფალი სახით და მასთან არის სწორედ დაკავშირებული ანდროგენების მოქმედება, მათ შორის ჭარბთმიანობაც. როდესაც გვაქვს ჰიპერინსულინემია, ინსულინი აქვეითებს ღვიძლში სასქესო ჰორმონის შემბოჭველი გლობულინის წარმოქმნას. ეს ცილა, რომელიც იკავშირებს თავისუფალ ტესტოსტერონს, არის ცოტა, შესაბამისად თავისუფალი ანდროგენების დონე სისხლში მატულობს. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რატო შეიძლება შებოჭვის ფუნქცია აქვს. შებოჭვის ფუნქცია, გამცილას, ანუ ბევრი ანდროგენი დაკავშირებულია ცილასთან და მხოლოდ 1%-ია თავისუფალი სახით. და როდესაც ეს ცილა მცირდება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჰიპერანდროგენია გვაქვს. ასე არის ინსულინ რეზისტენტობასთან დაკავშირებული. ასევე არის დაკავშირებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან. აი ჰიპოთირეოზის დროს უფრო გასაგები რო იყოს, აი TSH-ი რომ მაღალია, ხოლმე მაშინაც ქვეითდება სასქესო ჰორმონის შემბოჭველი გლობულინის დონე და ამავე მექანიზმით შეიძლება გვაქვს ჰიპერანდროგენია და შეიძლება გქონდეს ჭარბთმიანობაც. პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვარცხის სინდრომის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ასევე მალუთეინიზებელი ჰორმონის დონის გაზრდა, ჰიპოფიზის მიერ მის დიდი რაოდენობით გამომუშავება, რაც ასტიმულირებს ანდროგენების პროდუქციას. ეს არის 80% ჰიპერანდროგენიის შემთხვევაში. არის ასევე თირკმელზედაჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია, რომელიც დაკავშირებულია მუტაციებთან. 4.2% არის დაკავშირებული თირკმელზედაჯირკვლის პათოლოგიასთან. უფრო გვხვდება ხოლმე ეთნიკური განსხვავება არის ამ დაავადებების გავრცელების მხრივ და თქვა თირკმელზედაჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია უფრო ხშირად გვხვდება იმ რეგიონებში, სადაც არის ნათესაური ქორწინებები. ეს ძირითადად არის, როგორც ვთქვით, დაკავშირებული გენურ მუტაციებთან. არის კიდევ ძალიან საინტერესო ჰირსუტიზმის გამომწვევი მიზეზი, როგორც ესე ვუწოდებთ ამას, იდიოპათიური ჰირსუტიზმი, როდესაც ვერ ვადგენთ სისხლში ანდროგენების დონის მომატებას. ადამიანს შეიძლება გქონდეს გამოხატული ჭარბთმიანობა, ვაკეთებთ სისხლში ანდროგენების დონეს და ანდროგენების დონე არის ნორმალური. იმალება. აი ზუსტად არ არის დადგენილი, რატო ხდება ასე. ერთ-ერთი ვარაუდი არის, რომ ფოლიკულების მგზნობელობა, რეცეპტორების მგზნობელობა ანდროგენების მიმართ, ეს რეცეპტორები არის თმის ფოლიკულებში, არის მომატებული. ანუ ანდროგენების დონე კი ნორმაშია, მაგრამ მგზნობელობა არის გაზრდილი და ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ჭარბთმიანობა. იდიოპათიური ჰირსუტიზმი საკმაოდ გავრცელებულია, დაახლოებით 20%-ში ჰირსუტიზმის შემთხვევაში გვაქვს იდიოპათიური ჰირსუტიზმი. მე მუშაობის პროცესში ძალიან ხშირად ხვდები იდიოპათიურ ჰირსუტიზმს. ჩვენთან უფრო იშვიათად შემხვედრია თირკმელზედაჯირკვლის ქერქის ჰიპერპლაზიით გამოწვეული ჰირსუტიზმი, ყველაზე უფრო ნაკლებად ალბათ. და მესამე რაღაც მიზეზი თქვი. არის კიდევ სიმსივნეები, ანდროგენმა სეკრეტირებელი სიმსივნეები. აქ ციტა მაგალითად პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვარცხის სინდრომის დროს სიმპტომები ვითარდება ნელა, თანდათან, არ არის ხოლმე ძალიან თვალში საცემი და როცა სიმსივნესთან გვაქვს საქმე, აქ მკვეთრი ცვლილებებია ხოლმე, უცებ და სწრაფად ვითარდება ჭარბთმიანობა. შეიძლება ხმის დაფოხებაც იყოს, ცვლილებები ამ დროს უფრო გამოხატულია და ეს არის ხოლმე ჰირსუტიზმის შემთხვევების 0.2%. იცით, არსებობს თუ არა კონსტიტუციური თმიანობა. ანუ მე ვგულისხმობ, აი მაგალითად რო ავიღოთ სლავები, ან ავიღოთ, რა ვიცი, სკანდინავიელები და კავკასიელები, ან კიდევ რა ვიცი, სამხრეთელები, მათი შეიძლება ესე დარღვევა არ იყოს თითქოს ენდოკრინულ სისტემაში განსაკუთრებული, მაგრამ კონსტიტუციური, ანუ გენეტიკურად ესე მოდის, რომ თითქოს ყოფილა შემთხვევები, რომ რაღაც ჰორმონ ადრე იყო, ახლა არ ვიცი მართალი გითხრათ, რომ ასეთ შემთხვევაში ინიშნებოდა რაღაც თირკმელზედაჯირკვლის ჰორმონი ან რაღაცა სხვა ჰორმონები, რომ გათმიანება შეჩერებულიყო, მაგრამ სინამდვილეში ეს ჰორმონი ნორმაში ქონდა ადამიანს და რაღაცა სხვა გზა იყო ალბათ საპოვნელი ამ დროს და აი ეს რა შემთხვევა ხოლმე, როდესაც არის, მაგრამ თითქოს ყველაფერი ნორმაშია.
ზუსტად ეს შემთხვევა იდიოპათიურ ჰირსუტიზმს, რასაც უწოდებთ, როდესაც ციხში ანდროგენების დონე არის ნორმაში, მაგრამ ჭარბთმიანობა გვაქვს. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა პრინციპში არ განსხვავდება იმისგან, რაც გვაქვს კლინიკურად დადასტურებული ჰიპერანდროგენი, ბიოქიმიურად, უბრალოდ ბიოქიმიურად დადასტურებული ჰიპერანდროგენიის დროს. მკურნალობა პრინციპში არის იგივე და სხვათა შორის ამ იდიოპათიურ ჰირსუტიზმთან დაკავშირებით კიდე არსებობს ესეთი თეორია, რომ შეიძლება არსებობს ანდროგენები, რომლებიც აქამდე არ არის იდენტიფიცირებული და შეიძლება ამ ანდროგენებით არის ამ შემთხვევაში ჰირსუტიზმი გამოწვეული. თქვენ ახსენეთ სკანდინავიელების, სლავები, რასობრივი განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია და შეფასების დროს ვიყენებთ ესეთი შკალა არის Ferryman-Galway სკალა. აქ გვაქვს მოცემული 9 ესეთი რო წარმოვიდგინოთ რა არის, ეს არის სურათი რო წარმოვიდგინოთ, სადაც არის 9 ანდროგენ დამოკიდებული ზონა. ეს არის ზედატუჩი, ნიკაპი, მკერდი, მუცლის ზედანაწილი, მუცლის ქვედანაწილი, ზურგის ზედანაწილი, ზურგის ქვედანაწილი, ბარძაყი და მკლავი. თითოეული ეს ზონა ფასდება 0-დან 4 ქულამდე და საბოლოო ჯამში ვიღებთ ჰირსუტიზმის საერთო ციფრს. 8 ქულა და მეტი, მაგალითად ჩვენთვის, ევროპელებისთვის ითვლება, რომ უკვე არის პათოგნომური. მაგრამ აი მაგალითად აღმოსავლეთ აზიელებისთვის, თქვათ კორეა, ჩინეთი, მათთან 3 ქულა უკვე პათოლოგიურად ითვლება. ანუ რაც არის ჭარბთმიანობა კორეელისთვის, იტალიელისთვის ჭარბთმიანობა არ არის. ანუ ეთნიკური განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. და ალბათ შესაბამისად მკურნალობაც უნდა იყოს განსხვავებული, ხო? იმიტომ რომ თქვათ თუ კი ეს აი თქვენ გამშვები მექანიზმი ახსენეთ და ძალიან საინტერესოა რა უშვებს ამას, ხო? როგორ ხდება თითქოს მერე როდესაც პროცესი მიმდინარეობს, პროცესში ჩართვა ადვილია, მაგრამ მისი პრევენცია რამდენად არის შესაძლებელი და თქვათ რამდენად არის ამ დროს რომ მოხდეს იდენტიფიცირება, როდესაც გაეშვება. იმიტომ რომ რეალურად ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც მარტო თქვენ სწორად ბრძანეთ ვიზუალური მარტო სილამაზე არ არის. ნამდვილად არა, ნამდვილად. როგორ ხდება ამის იდენტიფიცირება და რა დროს ხდება? და შემდგომში საინტერესოა მკურნალობას და რამდენად არის ეს კომორბიდში და წყვილში, ასე ვთქვათ, დაწყვილებული იგივე კანის აკნესთან კერძოდ და ან კიდევ სიმსუქნესთან. იმიტომ რომ ერთიც, მეორეს და მესამეც არის დაავადება. თუ კი მართალია დღეს კოსმეტოლოგებმა აიღეს ბევრი რამე თავის თავზე ამ მიმართულების, რა ვიცი, ექიმებმა, მაგრამ რეალურად ენდოკრინოლოგის გარეშე ალბათ შეუძლებელი იქნება ამასთან გამკლავება. თავიდან აცილება რო ბრძანეთ, თირკმელზე და ჯირკვალთან დაკავშირებით თუ პათოლოგია გამოწვეულია თირკმელზე და ჯირკვლის ქერქისთან დაყოლილი ჰიპერპლაზიით, ასეთ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია მუტაციებთან და ჩვენ ამას ვერ ავიცილებთ თავიდან. მაგრამ აი რაც შეეხება პოლიენდოკრინულ მეტაბოლურ საკვერცხის სინდრომს, რომელიც ხშირად დაკავშირებულია ინსულინ რეზისტენტობასთან, აი ამაზე რამდენადმე რა თქმა უნდა შეგვიძლია გავლენის მოხდენა, იმიტომ რომ შეგვიძლია სიმსუქნის მართვა. ინსულინ რეზისტენტობა არის კავშირში ორგანიზმში ჭარბი კალორიების დაგროვებასთან, ჭარბი ცხიმის დაგროვებასთან და თუ შევძლებთ სიმსუქნის მართვას, შესაბამისად შეგვიძლია ინსულინ რეზისტენტობის მართვაც. რაც შეეხება კოსმეტიკურ პროცედურებს და კოსმეტოლოგებმა რომ აიღეს ეს თავზე, ხშირად კოსმეტოლოგები უწევენ რეკომენდაციას ენდოკრინოლოგის კონსულტაციას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს, რომ ეს არის ენდოკრინული დაავადების გამოვლინება. რასაც მოყვება ხოლმე, ხშირად ამასთან ერთად არის სიმსუქნე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ხშირად ამას მოყვება უნაყოფობა, ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარება, დისლიპიდემია, გულსისძახთა რისკებია გასტილი და მხოლოდ ესთეტიკურ მხარეზეც რო ვისაუბროთ, თუ არ არის მოწესრიგებული ჰორმონალური ფონი,
ეპილაციასაც აქვს გარკვეული საფრთხეები, თუნდაც ესთეტიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ არსებობს ესეთი ფენომენი, როგორიც არის პარადოქსული ჰიპერტრიქოზი. ეს არის ლაზერული ეპილაციის შემდეგ თმის გაძლიერება, თმის მოცილების ნაცვლად. მე ძალიან ხშირად მქონია ესეთი შემთხვევები, ძალიან ხშირად ჩივიან ამაზე პაციენტები. ანუ მატულობს თმიანობა, შეიძლება თმიანობა განვითარდეს იმ ადგილას, სადაც არ იყო თმიანობა ეპილაციის ჩატარებამდე. ძირითადად გვხვდება სახეზე და ყელის არეში, კისერზე და ყელის არეში. უფრო მეტად გვხვდება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინო ამერიკელებში ძირითადად და ძალიან ხელს უწყობს ამას სისხლში ანდროგენების მაღალი დონე. რატომ ხდება ასე? არსებობს ესეთი ვარაუდი, ანუ ჩვენს თმას აქვს განვითარების ციკლი, რომელიც შედგება რამდენიმე სტადიისგან. ეს არის თქვათ ზდის ფაზა, მოსვენების ფაზა და თმის ცვენის ფაზა. და ლაზერი იწვევს თმის სინქრონიზაციას იწვევს ზრდის ფაზაში. ანუ შეიძლება თმის ფოლიკულების ნაწილი არის მიძინების ფაზაში, და ლაზერის გავლენით შეიძლება გადავიდეს ეს მიძინებული ფოლიკულები ზრდის ფაზაში. შესაბამისად, თმის ზრდა ძლიერდება. ამიტომ ძალიან და ამას ყველაფერს აძლიერებს სისხლში ანდროგენების მაღალი დონე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოსმეტიკურ პროცედურებთან ერთად ჩატარდეს ძირითადი დაავადების მკურნალობაც. თამუნა, მე არ შემიძლია რომ აქ თმის ცვენაზე არ ვისაუბროთ, როდესაც ისეც ბუნებრივად ცვივა ადამიანს თმა, დღე-ღამეში მგონი 150 ღერი ბუნებრივია. ისე როგორც კანს იცვლის, თმასაც მუდმივი განახლებაა და აი როდესაც თმის ცვენა იწყება, აი ალოპეცია ან კიდე რაღაცა თქოთ ბუდობრივი ცვენა, როდესაც აღარც ამოდის იქ უკვე თმა ძალიან გახშირებული, ამას ხშირად თვითმკურნალობა მოსდევს შამპუნებით, რაღაცა ზეთების და ეთერზეთების წასმით და თქვათ ისევ კოსმეტიკური მეთოდებით და პროცედურებით და აი რა შეიძლება იყოს ეს? მე როგორც მოგახსენეთ, თვითონ ეს შეიძლება იყოს ტრაუმული, ფსიქოგენური მდგენელი იყოს, ისეთი ტრაუმა, რომლის მოცილებასაც ცდილობს სხეული, იმიტომ რომ ფსიქიკა ვერ ხარშავს ამ ტრაუმას, მაგრამ მას აქვს ენდოკრინული მდგენელი ძალიან მნიშვნელოვანი და აი ეს რა შეიძლება იყოს? ალოპეცია, ისევე როგორც აკნე, შეიძლება იყოს გამოწვეული სისხლში ანდროგენების დონის მომატებით, ანუ ალოპეცია, ჭარბთმიანობა, აკნე, ეს არის დერმოპათიები დაკავშირებული ჰიპერანდროგენიასთან, ანუ სისხლში ანდროგენების დონის მომატებასთან. თუმცა ალოპეციის მიზეზი აუტოიმუნური შეიძლება იყოს. ანუ რა აკნესთან დაკავშირებით საკამათოა, მე ბევრგან მინახავს ლიტერატურაში, რომ აკნე არის დაკავშირებული ყოველთვის ანდროგენების მატებასთან, მაგრამ ეს საკამათო საკითხია, შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს აკნე გამოწვეული. ზოგადად არის თემა ეს, რომელთან დაკავშირებითაც არის ბევრი შეკითხვა ჯერ კიდევ და უფრო ნაკლებად შესწავლილია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კვლევა ტარდება. იმიტომ რომ როგორც წესი აკნეს მკურნალობა ხდება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში, რამდენად ეს შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი მოზარდისთვის მაგალითად, ან კიდევ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მართლაც ვერაფერი ვერ შველის და ძალიან დიდი პრობლემა აქვს ადამიანს. თან თმიანობა და გათმიანება დიდი, თან კიდევ ეს სახის ისეთი გამონაყარი, რომელსაც არაფერი შველის. ესეც ისევ კონტაქტის მოშლა, სამყაროს ჩამოშლა, ფონის ჩამოშლა, ძალიან ბევრ ამას ნიშნავს, მაგრამ ეს ადამიანისთვის შეღავათი არ არის, როდესაც ესე გამოიყურება. და აი ეს ვთქვათ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები რატომ იქნა შერჩეული ამ დროს გაცრავთ თუ ესეთ კითხვას ვსვამ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ საინტერესოა ამ გოგონებისთვის, რომლებიც შემდგომში
დედები უნდა გახდნენ. დიახ. აი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, როგორც თქვენ ბრძანეთ, ძირითადად ენდოკრინოლოგები ვიყენებთ, გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები, დერმატოლოგები არ ნიშნავენ და ხშირად დერმატოლოგები კომპლექსურად მუშაობენ ენდოკრინოლოგთან ერთად. და რატო ვიყენებთ? ზუსტად იმიტომ, რომ ანდროგენების დონის დაქვეითება ხდება ამ საშუალებებით. სასქესო ჰორმონის შემბოჭველი გლობულინის დონე იმატებს, შესაბამისად თავისუფალი ტესტოსტერონის ფრაქცია ქვეითდება. და მიზანიც ეს არის, ანდროგენების დონის დაქვეითებას უნდა მოყვეს თმიანობის შემცირება. და მართლა ძალიან ეფექტურია ეს მკურნალობა, ეს ალბათ ვისაც ოჯახში უკვე თითქმის აღარ არის ერთი წევრი მაინც რომ ან ერთი ან მეორე არ ჭირდეს. და ისევ სიმსუქნეს მინდა მიუბრუნდე და მე მინდა ვისარგებლო თქვენი აქ სტუმრობით და ერთ-ერთი ძალიან ისეთი კითხვა დაგისვათ რომელიც სადაოა დღეს თუ საინტერესოა. დღეს ინსულინ რეზისტენტობასთან საბრძოლველად თუ სიმსუქნესთან საბრძოლველად თუ ვერ გეტყვით, ძალიან ბევრი ადამიანი ხმარობს ისეთ საშუალებებს, როგორც არის მუნჯარო, ზემპიკი და კიდე ბევრი სხვადასხვა დასახელების არის ესენი. რა არის ეს? რამდენად უსაფრთხოა, რამდენად გვაქვს თქვათ ესე ექიმის გარეშე ამის დანიშვნის უფლებას არ ვიკითხავდი, იმიტომ რომ ყველაფერს უფლება გვაქვს, მაგრამ აი თქვათ რამდენად რეკომენდირებულია, მოდი ასე ვთქვათ. დიახ. რა საფრთხეებს შეიცავს? რაც შეეხება ინსულინ რეზისტენტობას, ინსულინ რეზისტენტობა ზოგადად ძალიან საინტერესო თემაა და ბევრი რამის გამომწვევი. უცებ ვიტყვი მოკლედ რატო ვითარდება და რა არის ინსულინ რეზისტენტობა. ჩვენ როცა ვიღებთ საკვებს, ეს საკვები გადამუშავდება გლუკოზად და გლუკოზა უნდა შევიდეს უჯრედში სისხლიდან იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ენერგია. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ინსულინ რეზისტენტობა, ან იმიტომ რომ გვაქვს სიმსუქნე, ან იმიტომ რომ გენეტიკური ფაქტორებით არის რეცეპტორულ დონეზე ცვლილებებით არის გამოწვეული ინსულინ რეზისტენტობა, გლუკოზის ტრანსპორტირება უჯრედში ვერ ხდება. ანუ ინსულინი არის საკმარისად, ინსულინი ახდენს გლუკოზის ტრანსპორტირებას უჯრედში, ინსულინი არის საკმარისად, მაგრამ უჯრედი ამ არსებულ ინსულინს ვერ გრძნობს. ამიტომ სულ უფრო მეტი და მეტი ინსულინი გამომუშავდება, რაც უფრო მეტი არის ინსულინი, მით უფრო ადვილად ვიმატებთ წონაში, ჩაკეტილი წრესავით არის ჰიპერინსულინემია იწვევს ინსულინ რეზისტენტობას, ინსულინ რეზისტენტობა ჰიპერინსულინემიას. და ეს არის დაკავშირებული ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებასთან, რა თქმა უნდა, ვითარდება სიმსუქნე, იმიტომ რომ ესე იგი, როდესაც ჭარბ კალორიებს ვიღებთ, უჯრედი იძლევა სიგნალს, რომ უჯრედში არის ბევრი ენერგია, მაგალითად კუნთოვანი ქსოვილიდან ხდება, მაგალითად კუნთოვანი ქსოვილიდან სხვა ქსოვილებიდანაც ხდება გლუკოზის ტრანსპორტირება ღვიძლში, ღვიძლში ძლიერდება ლიპოგენეზი, ანუ ცხიმის წარმოქმნა ორგანოებში და მათ გარშემო გროვდება ცხიმი და რეალურად ეს არის სიმსუქნე. რაც შეეხება სიმსუქნესთან ბრძოლის საშუალებებს, აქ მიდგომა აუცილებლად უნდა იყოს კომპლექსური. პირველი ეს არის ცხოვრების წესის მოწესრიგება, კვების მოწესრიგება. პირველი 6 თვის განმავლობაში წონის შემცირება 5-10%-ით გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან კლინიკურ გაუმჯობესებას. მეტაბოლური პარამეტრები უმჯობესდება. აი მაგალითად თმიანობაზე რო ვსაუბრობთ, ხო აქ ძალიან ხშირად არის თმიანობასთან ერთად მენსტრუალური ფუნქცია დარღვეული. წონის კლება ხელს უწყობს მენსტრუალური ფუნქციის ნორმალიზებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ვაძლევთ ადამიანს კვებით რეკომენდაციებს, გააცნობიეროს ადამიანმა, რომ ეს რეკომენდაციები არის მთელი ცხოვრების განმავლობაში და ექიმაც უნდა გააცნობიეროს, რომ უნდა მოხდეს ამ რეკომენდაციების ადაპტირება ადამიანის კვებით ჩვევებთან. თავიდან უნდა ავიცილოთ მკვეთრად შეზღუდული დიეტები, არადაბალანსებული დიეტები. ეს რაც შეეხება კვებას, ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს აუცილებლად. კვირაში მინიმუმ 150 წუთი თუ არის საშუალო ინტენსივობის დატვირთვაზე საუბარი, ეს შეიძლება იყოს სეირნობა და მინიმუმ 75 წუთი თუ მაღალ ინტენსივობაზეა საუბარი. ძილი უნდა იყოს აუცილებლად მოწესრიგებული. 7-9 საათი არის ძილის ფედერაციის მიერ რეკომენდებული და ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო ადრე დავიძინებთ, მით უკეთესი. იმიტომ რომ თუ ვიძინებთ
ვახსენებთ, გვიან ადამიანი იღვიძებს სწრაფი ძილის ფაზაში ხშირად ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ იღვიძებს დაღლილი. ამიტომ ძილის მოწესრიგება უმნიშვნელოვანესია სიმსუქნესთან ბრძოლის დროს და თუნდაც ჭარბთმიანობასთან ბრძოლის დროს. და რაც შეეხება მედიკამენტებს და ეს ახალი კლასი, უკვე ახალი კლასია, რომ 2005 წლიდან არის FDA-ის მიერ პირველი GLP-1 კლასის პრეპარატი ნებადართული. ეს პრეპარატები არის ძალიან ეფექტური. აქვს ესეთი მოქმედება, აძლიერებს ინსულინის სეკრეციას, ამცირებს გლუკაგონის წარმოქმნას და შესაბამისად ღვიძლში გლუკოზის წარმოქმნა მცირდება, კუჭის დაცლას ანელებს, შესაბამისად საკვების მიღების შემდეგ გლუკოზის დონე სისხლში უფრო ნელა იმატებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქვს ცენტრალური მოქმედება, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და მადას აქვეითებს. მაგრამ რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიკეთებ ამ GLP-1-ის კლასის პრეპარატებს და სხვას არაფერს არ ვაკეთებ, ესე არ ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავეხმაროთ სწორი ცხოვრების წესით. მნიშვნელოვანი ამ პრეპარატებთან დაკავშირებით არის ის, რომ იმ პერიოდში, როცა ამ პრეპარატებს ვიყენებთ, უნდა მოხდეს ადამიანის კვებითი ჩვევების შეცვლა, რადგან მადა ქვეითდება თან ზოგჯერ ხშირად ამ პრეპარატებს ახლავთ გულისრევის შეგრძნებაც, ადამიანი ვერ იღებს იმ რაოდენობით საკვებს, რა რაოდენობითაც ადრე იღებ და ეფექტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წამლების მოქმედების არის, რომ კვებითი ჩვევები უნდა შეიცვალოს. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ წამლებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის მოწესრიგება. აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა ამ წამლების დანიშვნა არ შეიძლება და არის გარკვეული კვლევები, რომლებიც კურნალობის პროცესში სასურველია, რომ ჩატარდეს. და დღეს ძალიან გახშირდა კუჭის რეზექცია, ოპერაციები, რომლის მერეც ალბათ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენდოკრინოლოგის ჩართულობა, იმიტომ რომ გარკვეული ტიპის მთლიანად გადაწყობა ხდება ორგანიზმის ახალ რეჟიმზე. ეს რო სტრესულია, ფსიქოლოგიურად გასაგებია, მაგრამ თვითონ ორგანიზმი არის ჩვენი ის ჭურჭელი, რაშიც არის ჩასხმული ადამიანი, ხო, რაშიც ვართ და სხეულს აქვს თავისი წესები, კანონები, თავის მეხსიერება, თავისი რაღაცა შიშები, იგივე თქვენ დიეტები ახსენეთ და აქვს რაღაცა კრიტიკული ზონა, იმიტომ რომ მას სხეულს ძალიან ეშინია დიეტის. როდესაც ადამიანი აგრესიულ დიეტას იწყებს და ვთქვათ დაიკლო 10 კილო, ეს არის განგაში სხეულისთვის, რომ რაღაცა ხდება, რაღაც იღუპება, ეშინია, იწყებს ამ ცხიმების გადალაგებას აბდომინალ მუცლის სივრცეში, იმიტომ რომ როგორც ადამიანი კარაქს ცხიმს და ზედ წყიდულობს გაჭირვებაში, რომ დააგროვოს, სხეულიც ესევე იქცევა. როგორც კი ჭამას იწყებს, ის მივა იმ კრიტიკულ ნიშნულამდე და 10 კილოთი გადაცდება კიდევ. ანუ საიდანაც დაიწყო და ჩაცდა 10 კილოთი, იმ წერტილიდან პლუს 10 კილოს იმატებს, იმიტომ რომ მარაგში ქონდეს წონა, რომ კიდევ რო გადაწყვიტოს ამ სხეულის პატრონმა ესეთი აგრესიული, ვთქვათ, დიეტა, რომ მას ქონდეს მარაგი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და თქვენ სწორად ბრძანეთ, ეს უნდა გახდეს გათავისება ცხოვრების წესის და არა, ვთქვათ, რაღაცა დღეიდან იძულება, მუდმივი იძულება და დათრგუნვა ორგანიზმის მოთხოვნილებების არ გათვალისწინება. მე კვებას გულისხმობ ამ შემთხვევაში და სასიცოცხლოს მნიშვნელობას. და ამ როდესაც ხდება რეზექცია, ამ შემთხვევაში ენდოკრინოლოგი რას აკეთებს, როგორ ეხმარება მას და რა დანიშნულებას აკეთებს და არის თუ არა აქაც რაღაცა კავშირი თმიანობასთან, იმიტომ რომ ეს ერთი მთლიანი კომპლექსია.
პირველ რიგში თქვენ როგორც ბრძანეთ წონის კლების პროცესში ირთვება საფრთხე და მე ადამიანი ცდილობს რომ ეს კილოგრამები დაებნოს. ხო ძალიან საინტერესოა და ძალიან საჭიროა ხოლმე ამ პროცესში ხშირად ფსიქოლოგის ჩართვა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად პაციენტებს ვეკითხები რომ მიირთვი ხა შიო და ანუ ამ დროში ხო თუ 1 საათის წინ მივირთვი შეუძლებელია 1 საათში ისევ შიოდეს. ხო ძალიან ხშირად ვეუბნები ხოლმე რომ აბა შენ თავს დავსვი შეკითხვა. ეხლა გშია თუ უბრალოდ გინდა შეჭამო, იმიტომ რომ რაღაცის კომპენსირებას ცდილობ ამით და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ დროს ფსიქოლოგიც იყოს ჩართული. რაც შეეხება თქვენ საუბრობდით ბარიატრიულ ოპერაციებზე. ბარიატრიულ ოპერაციებთან დაკავშირებით ზოგჯერ არის ისეთი დიდი წონა ადამიანი რომ ასეთ შემთხვევაში სხვა გზა არ არის და უმჯობესია რომ ჩატარდეს ბარიატრიული ოპერაცია. იმიტომ რომ წონის კლების პროცესი არის ხანგრძლივი პროცესი და თუ ძალიან დიდ წონაზე არის საუბარი, ძალიან ბევრი წელი დასჭირდება ამ წონის კლებას და ეს წონა ბევრ რამეს აფუჭებს. გულსის დახვდა რისკები იზრდება, ონკოლოგიური რისკები იზრდება, ფსიქიკაზე მოქმედებს, ფსიქოლოგიურ პრობლემას ქმნის და თუ ძალიან დიდ წონაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, უმჯობესია რომ ჩატარდეს ბარიატრიული ოპერაცია. მაგრამ სხვა შემთხვევაში აი 100 კილოზე და 90 კილოზე რამდენად რეკომენდირებული? 100 კილოზე და 90 კილოზე მე არ ვუწევ რეკომენდაციას ბარიატრიულ ოპერაციას, იმიტომ რომ აქ შეიძლება ცხოვრების წესის მოწესრიგებით, მედიკამენტების ჩართვით შესაძლებელია შედეგი მივიღოთ. საფრთხეები რაც ახლავს ბარიატრიულ ოპერაციას, ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჩნდება და შეწოვის პრობლემა არის, ნიტრების შეწოვის, არა მხოლოდ შეწოვის ზოგადად მიკრონუტრიენტების დეფიციტი იქნება, იმიტომ რომ შეწოვის პრობლემა ჩნდება და მთელი ცხოვრება მიკრონუტრიენტებს ვაწვდით პაციენტს. თუ აქვს რისკები, აქვს სარგებელი და შეფასდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ინდივიდუალური განდაწყვეტილება უნდა მივიღოთ. და ეცით ჩვენ ყველამ ვიცით ესე თეორიულად, რომ ზოგადად არის არსებობს პრევენცია, არის მკურნალობა, არის რეაბილიტაცია, არის პოსტსამკურნალო პერიოდი, მე როგორ ცვლის ადამიანი თავის მიდგომებს და აი ექიმები ხართ ცენტრალური ამ შემთხვევაში მკურნალობას ვინც უძღვება და ხშირად ჩემ სტუდენტებისთვისაც მithქვამს, რომ ჯერ ექიმია და მერე არის იგივე ფსიქოთერაპევტი, იმიტომ რომ დიაგნოზს ექიმი სვამს და ჩვენ მისი თქოთ სათაურის ქვეშ უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს სახელდება, ეს დიაგნოზი, ეს სწორი მკურნალობა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება შედეგი არ დადგეს და რამდენად შედეგიანია ეს მკურნალობა, აი თქვენ იგივე სხვადასხვა ტიპის იგივე ჭარბთმიანობაზე როდესაც საუბრობდით, აი იგივე თქოთ სიმსივნეც ახსენეთ, თირკმელსა და ჯირკვალიც, ასევე ბევრი ისეთი მიზეზიც, დიდად ორი ტიპის თმიანობა როგორ ბრძანეთ, ხო? ანუ მიზეზებიდან გამომდინარე და აი ამ მათი მკურნალობა რამდენად ეფექტურია და რამდენად უნდა მოგმართონ თქვენ აი და როგორ იქცევით ამ დროს? რამდენად ეფექტურია ჭარბთმიანობის მკურნალობა? რას თვლით ეფექტურად ამას? ეს ხო მნიშვნელოვანია. ეს არის ქრონიკული პროცესი. თუ საუბრობთ ყველაზე ხშირ მიზეზზე, პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი. ეს არის ქრონიკული დაავადება და მას ჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში მართვა, რა თქმა უნდა. თუ საუბრობთ უბრალოდ თმიანობისგან განთავისუფლებაზე, ესთეტიკური პრობლემის მოგვარებაზე, კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში ეს არის ცხოვრების წესის მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობა და კოსმეტიკური პროცედურები 6-9 თვეში შედეგი უნდა გქონდეს, ანუ თმიანობა უნდა იყოს მნიშვნელოვნად შემცირებული. დიახ. ანუ თუ მას არ აქვს ენდოკრინული საფუძველი, ხო? არა, ენდოკრინული საფუძველიც რომ აქვს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიწყებთ ცხოვრების წესის მოწესრიგებას, მედიკამენტს ვნიშნავთ და ვატარებთ კოსმეტიკურ პროცედურებს. იქიდან გამომდინარე, რომ თმას აქვს თავისი განვითარების ციკლი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია, 6 თვე გვჭირდება იმისთვის, რომ შედეგი იყოს და 9 თვე
უმჯობესია გავაგრძელოთ კურნალობა იმისთვის, რომ მყარი იყოს ეს შედეგი რომ შენარჩუნდეს. ამ ხნის განმავლობაში თმიანობის მხრივ უნდა მივიღოთ შედეგი, თმიანობა უნდა იყოს მნიშვნელოვნად შემცირებული. როგორც ლიტერატურაში შეგხვდებათ, თმის სრულად მოცილება არ ხდება. თმის პერმანენტული მოცილება ნიშნავს უფრო მეტი დროის განმავლობაში თმის მოცილებას, ვიდრე თმის განვითარების ციკლი, ანუ 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და რა თქმა უნდა, მკურნალობა გულისხმობს, რომ თმიანობა მცირდება. მაგრამ ენდოკრინული პათოლოგია რჩება და მისი მართვა საჭიროა მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუ დიაგნოზი გვაქვს პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხის სინდრომი, უნდა ვიცოდეთ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ვაკონტროლოთ წონა, იმიტომ რომ დაავადება გამოწვეულია ინსულინ რეზისტენტობით, ინსულინ რეზისტენტობა არის გამშვები მთელი რიგი დაავადებების, ამიტომ მთელი ცხოვრება საჭიროა, რომ ვაკონტროლოთ. ვიცოდეთ, რომ ეს არის ქრონიკული დაავადება და ვმართოთ. და ეს არ არის მაინც განაჩენი, ხო? არა, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს ესმის ქრონიკული, მას აფრთხობს ძალიან, იმიტომ რომ ხშირად უკითხავთ, რომ აი მთელი ცხოვრება წამალი უნდა მივიღო და მთელი ცხოვრება ექიმთან უნდა ვიარო, ეს არ უნდა, ბუნებრივია. თუმცა ამაშიც კატეგორიზაცია, სხვადასხვა კატეგორიის ხალხი არსებობს, რომელსაც პირიქით უნდა რომ იყოს დამოკიდებული და მეორეს არ უნდა. კონტრდამოკიდებულება ყალიბდება. და აი ვთქვათ ეს მუდმივი კონტროლი რა პერიოდში ერთხელ წელიწადში ერთხელ არის საჭირო, როგორ გასაგებია რომ თითქოს ითვლება რომ კულტურა ადამიანის განისაზღვრება ხშირ შემთხვევაში თავის მოვლის მაჩვენებლით, ხო, რამდენად ის ანალიზების გაკეთება თუ ის რაღაცა თავის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი რა რეკომენდაცია გაქვთ რამდენ ხანში ერთხელ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ენდოკრინულ დაავადებებზე რო ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ხა ეს ძალიან ბევრია და დიდია ჩამონათვალი ჩვენ რაღაცას შევეხეთ უბრალოდ ნაწილობრივ. ძალიან ინდივიდუალურია. ზოგ შემთხვევაში პაციენტს ვიბარებ 3 თვეში ერთხელ, ზოგ შემთხვევაში 6 თვეში ერთხელ, ზოგჯერ წელიწადში ერთხელ. ძალიან ინდივიდუალურია დაავადებიდან და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. მაშინ კონკრეტულად გითხავთ, აი ფარისებრის შემთხვევაში რამდენ ხანში ერთხელ ჯობია, რომ ვთქვათ, შეიძლება ადამიანმა ვერც იგრძნოს, ისე მოხდეს TSH-ში სანაწევა ან დაწევა. ეს ძალიან ხილული არ იყოს ეს მისთვის. უმრავლეს შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების შემთხვევაში და ვთქვათ ეს TSH-ი რომ მაღალია ამ შემთხვევაში ჰიპოთირეოზის შემთხვევაში, უმრავლეს შემთხვევაში 6 თვეში ერთხელ საკმარისია. იდეალურია 3 თვეში ერთხელ, რა თქმა უნდა, უბრალოდ 6 თვეში ერთხელაც ადეკვატურია საკმაოდ. ჰიპერთირეოზის შემთხვევაში გააჩნია რითია გამოწვეული. თუ ეს არის გრეივსის დაავადებით გამოწვეული, ასეთ შემთხვევაში დასაწყისში შეიძლება პაციენტი თვეში ერთხელაც დავიბაროთ. იცით რა არის აუტოიმუნური პროცესით, როცა არის ჰიპოთირეოზი გამოწვეული, ეს TSH-ი მაღალი. ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ ხდება ისე, რომ დაავადება მიდის საკმაოდ სტაბილურად, იღებს პაციენტი წამლის ერთ დოზას, შეიძლება წლების განმავლობაში იღებდეს ამ დოზას, წელიწადში ერთხელ მოდიოდეს, იმისთვის რომ შეაფასოს თავის ჰორმონალური სტატუსი, მაგრამ უცებ შეიძლება მოხდეს ისე, რომ თქვათ ერთი თვის წინ რომ წამლის დოზა იყო ადეკვატური, ერთი თვის შემდეგ ეს წამლის დოზა შეიძლება ადეკვატური არ იყოს. ანუ აუტოიმუნური პროცესი ახასიათებს ლაბილური მიმდინარეობა. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თვეში ერთხელაც იყოს საჭირო კონტროლი. და ეგ როგორ დგინდება აუტოიმუნური არის თუ არა? აუტოიმუნური არის თუ არა, დგინდება ანტისხეულების განსაზღვრით სისხლში. და ამ შემთხვევაში უფრო ხშირი ყურადღება არის საჭირო. იმის მიხედვით როგორი მიმდინარეობა. შეიძლება 6 თვეში ერთხელ კონტროლი იყოს საკმარისი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა იმდენად ლაბილურია მიმდინარეობა, რომ თვეში ერთხელ საჭიროა დოზის კორექცია. როგორც მე მქონდა ესეთი შემთხვევა პაციენტთან, რომელსაც ჰქონდა პრემენოპაუზური პერიოდი. ამ დროს მთელი რიგი ჰორმონალური გადაწყობა, ჰორმონალური ძვრები ხდება და ამ პაციენტთან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მინიმუმ 2 თვეში ერთხელ დოზის კორექცია მჭირდებოდა.
ამჟამად პრემენოპაუზური პერიოდის გავლის შემდეგ 6 თვეში ერთხელ ვაკონტროლებთ უკვე. და უკვე დასტაბილურდა. ანუ ეს ხშირად ესეთი ამპლიტუდური შეიძლება აღმოჩნდეს, ხო? კი, შეიძლება. და ალბათ იგივე დიაბეტის შემთხვევაშიც და იგივე ჭარბთმიანობა მაინც ისეთი რამეა, რაც ჩანს და ადამიანს აწუხებს და კბილის ტკივილის არ იყოს, ახლა როცა ტკივა გარბის ექიმთან და თუ ეს ცივი ფაზას რო ეძახიან, თუ ლატენტურად მიმდინარეობს, შეიძლება ვერც მოიცალოს ვერასდროს. და ამიტომ ალბათ რაღაც პერიოდში ერთხელ უბრალოდ კარგია გადამოწმება ამისი. და თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ რაღაცა ალბათ კომპლექსურად უნდა იყოს აქ ჩართული ფსიქოთერაპევტიც, ზოგჯერ ფსიქიატრიც, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც უფრო სხვა მოედანზე გადავიდეს ეს, მაგრამ რაც შეეხება ენდოკრინოლოგიას, ის არის რაღაცა ღერძი ადამიანის ჯანმრთელობის ჩვენი და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით ყოფნა ამასთან დაკავშირებით. რაღაც იმიტომ რომ სხეული იძლევა სიგნალებს ჩვენი სხეული სულ რაღაცას გვეუბნება უბრალოდ ჩვენ არ უსმენთ ჩვენ იყო დრო როდესაც ფრჩხილზე დახედვით კანის ფერით თმის ფერით დგომით ჯდომით ოდესღაც დიაგნოზს ვამდენ და დღეს იმდენად ხელოვნურია ფრჩხილიც სახეც უკვე ფერიც თმაც რომ ესე ძალიან რთული ხდება მაგრამ სამაგიეროდ ტექნოლოგიებია საკმაოდ კარგად და ამიტომ შესაძლებელი არის დიაგნოსტირება. ძალიან დიდი მადლობა თამუნა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, ძალიან ინფორმატიული, მე ძალიან ბევრი რამე ისეთი მოვისმინე, რაც არ ვიცოდი და ძალიან საინტერესოა ნამდვილად და გასათვალისწინებელი. მე იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და კიდევ მობრძანდებით ჩვენთან. დიდი მადლობა, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. მადლობა თქვენ. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო მედიცინის დოქტორი, ექიმი ენდოკრინოლოგი ქალბატონი თამუნა კუპრეიშვილი. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.